დაგკვირდით, ვიწყებთ ჩვენი ადგილების დასუფთავებას. დღევანდელ დღეს ჩვენ წავალთ სოფელ დვირში, კონკრეტულად დვირის აბანოებზე. სადაც არის გოგირდის წყლები, გიორგი და რომელიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რომელიც უნიკალურია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მე ესე ვიცი. და ვფიქრობ საინტერესო აქცია გამოგვივა, დანარჩენს გიორგი გეტყვით აგერ უფრო კონკრეტულად. კი ბატონო, ჩვენ გადაცემაში ვნახეთ თუ როგორ არის დანაგვიანებული ეს ტერიტორია, საჭიროებს სასწრაფოდ რეაბილიტაციას და დასუფთავებას. სამწუხაროდ რეაბილიტაციის ხარჯები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ტერიტორიის დასუფთავება, რასაც ჩვენ ამდენად არ დავზარდებით. ჩვენი მეგობრები ჩვენ გვერდით არიან და ჩვენი სახსრებით რაც გაგვაჩნია, ვეცდებით რომ დავასუფთავოთ ეს ტერიტორია, დაედგმება ჩვენი აბრა, ჩვენი გადაცემის აბრა. და დაიწერება იქ რომ ამ ადგილის დანაგვიანება არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, გიორგი, რადგან იქ შეიძლება ბავშვები მიდიოდნენ, მოსახლეობა მიდის, ტურისტები მიდიან. ელემენტარულად სისუფთავე არის ის, რაც აუცილებელია ნებისმიერ ადგილას და სისუფთავის გარეშე, მოკლედ შეუძლებელია. უბრალოდ გავლაც კი არ მოგინდება ადამიანს იქ და აი ეს არის ის ინვენტარი, რაც შეუძლებთ მოგვეგროვებინა. არის საღებავები, ხერხი, ცული, ჩახვა, ესეთი ელემენტარული რაღაცები, რომლებიც სახში მოვიძიეთ და გავაკეთებთ ისეთ რაღაცას, სადაც ვფიქრობ, საინტერესო რაღაც გამოვფიქრობ და პირველი ჩვენი ეს გაკეთებული ადგილი იქნება, ხო, პირველი დასუფთავებული ადგილი იქნება და თუ რა არ მოგეწონებათ, ნუ გვიწყენთ, რადგან პირველი აქცია არის და ვცდილობთ ესეთი მასშტაბური და ვცდილობთ რომ შეიძლება იყოს რაღაც ხარვიზები, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან ესეთ რაღაცას პირველად ექსტრემალურ გარემოში ვშავთ. არის პანდემია. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო ის რომ წინაზე უბრალოდ კადრი ვეღარ დავაფიქსირეთ საჭირო. იმ ადგილას სადაც აბანოებია სწორედ ჩვენ გზა გადაგვიჭრა ირემმა გადაერფინა გზაზე და ესეც მეტყოლებს იმაზე თუ რა ადგილია, როგორი ბუნებაა და ამ ბუნების დანაგვიანება არის მიუღებელი. კი ბატონო და იმ რომ ყველას გთხოვთ რომ მოუფრთხილეთ რა ჩვენ ბუნებას და იმიტომ რომ უნიკალურია მართლაც მსოფლიოში და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ შვილიშვილებს და ჩვენ მომავალს შევქმნათ ის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ ჯანმრთელ გარემოში და გავლა ელემენტარულად არ შეეზარებათ ნებისმიერ ადგილას. ასე რომ წავიდეთ, ხო? ნელ-ნელა და დავიძრეთ აჯობა. ხო, ეს არის ის ნივთები, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ. თუ ვინმეს კიდე მოუნდება ნებისმიერ აქტივობაში შემოსვლა, ჩვენ მზად ვართ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა. გავჩვენით ჩვენ ბორჯომის გასასვლელში, რადგან გვეყიდა პროდუქტები, რადგან მუშაობის დროს აუცილებელია ცოტა რომ წავიხემსოთ. ძალიან კარგი ამინდია, იდეალური ამინდია სამუშაოდ, მოგეხსენებათ და დაახლოებით 5 წუთში გავუდგებით ისევ გზას. ასე რომ ამინდი ხელს გვიწყობს მუშაობაში, მონდომება გვაქვს, ინვენტარი გვაქვს, მეტი რა გაგვინდა, ხო, დანარჩენი მუშაობა და ერთიანობა და ძალისხმევა, რომელიც არ გვაკლია, ასე რომ ვფიქრობ, რომ დღეს საინტერესო დღე გამოგვივა და საინტერესო მუშაობ ხდება. კიდევ ერთხელ ვთქვათ ყველას, რომ შემოგვიერთდით და ბევრი საინტერესო რაღაცები გავაკეთოთ ერთად და ვფიქრობ, რომ გამოგვივა რა ყველაფერი რა, ასე რომ მოხალისეებადლებლები მზად არიან იმუშაონ, ეძებონ საინტერესო ადგილები და ასუფთავონ და კარგი გადაცემები შემოგთავაზონ.
ამოვედით სოფელ გვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არის განთავსებული გოგირდის აბანო და ხედავთ რაც არის, რა სიბინძურია და რა ანტისანიტარია და ძალიან კარგი ფაქტი მოხდა, როდესაც დაინახეს სოფლის მოსახლეობამ, რომ ესეთი აქცია ჰქონდა, გამოთქვეს მონაწილეობის მიღების სურვილი, მათაც უნდათ ამ აქციის ჩატარება და წავიდნენ ახლა რომ დაუძახონ კიდე ადამიანებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან და ერთად გავაკეთებთ ამ კარგ საქმეს. ძალიან მიხარია, რომ მათი მონდომებაც არის, მათი ინტერესიც არის და მათაც უნდათ ამის გაკეთება უბრალოდ ისე დაემთხვა, რომ ჩვენც გვინდა და ამ ყველაფერს ერთიანი ძალებით შეუდგებით და უფრო მეტად გავაკეთებთ, უფრო მეტად კარგი გამოვა, მეტი სისუფთავე იქნება, მეტი მონდომება და მეტი პოპულარიზაცია. ასე რომ ძალიან მაგარი ამბავი დაიწყო დღევანდელი დღე. რაც შეეხება ამ ტერიტორიას, თქვენ ხედავთ რაც ხდება, აგერ კიდე ჩვენი მეგობრები როგორ მუშაობენ და იღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას. გიორგი ძალიან გთხოვ რომ შემოწრიალდე აქეთ და გიორგი აგერ როგორ მუშაობს, რომ ვაჩვენოთ ხატში, რაკრას ყავს ამ ყველაფერს ახლა თეთრად და შემდეგ უკვე დააწერს რომ არ უნდა განაგვიანდეს ეს ტერიტორია. აქ ადრეც ყოფილა მსგავსი აქციები, მაგრამ სამწუხაროდ მაინც მოდიან ხალხი და ანაგვიანებენ ამ ყველაფერს, რადგან თვითონ აქაური სოფლის მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილია. და არა მარტო ხალხი ბიჭიკო, მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სწორედ ამ დინარემაც ჩამოიტანა ძალიან ბევრი ნაგავი სოფლებიდან, ბატონო გიორგი. და საერთო ჯამში ისე ხდება, რომ ამ ადგილას საკმაოდ ბევრი ნაგავია დაგროვილი და ვეცდებით გავასუფთავოთ მაქსიმალურად რაც შეგვიძლია და მოვახერხოთ ისე, რომ შემდეგ მოსვლაზე უკვე ადამიანს აღარ გაუჩნდეთ სურვილი აქაურობის დანაგვიანებას. კი ბატონო, გეთანხმები გიორგი, ასე რომ ძალიან მაგარი წამოწყებაა და უფრო ძალიან მაგარი ფონტოს დღევანდელი დღე, რადგანაც უფრო მეტი ხალხი გვიერთდება, მეტ ხალხს უნდა ჩვენთან ერთად შეევა, მეტ ხალხს უნდა რომ ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ, ასე რომ წინ და კიდევ ბევრი კარგი საქმეს გავაკეთებთ. ანუ ის თქმა უნდა კიდე რაც შეეხება ამ მდინარეს, როგორც აქაურმა მაცხოვრებლებმა გვიტყეს, ეს არის ამ მდინარის ოთახია ბირუას, რომელიც გაზაფხულზე საკმაოდ დიდდება და ნაგავი რომელიც აკრია, ასევე შეიძლება იყოს ამ მდინარის ჩამოტანილი, გარდა იმისა, რომ ადამიანების გაყრილია. ასევე თუ დააკვირდებით, კალაპოტები არის გადაკვილი გადმოხდეს ყველაფერი საიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მდინარეზე დიდდება, მოდის ამ ტერიტორიაზეც და ხდება უკონტროლო. და ამათგის აქვს ძალიან დიდი ისტორია. ხიდი რომელიც ახდება, ეს არის ამ სოფლის მოსახლეობის გაკეთებული, ასევე გამგეობას აქვს დიდი წვილი შეტანილი, კიდაც ამ ნაგებობის რაც შეეხება, სადაც არის ეს გუშები მოქცეული, ეგრეთ წოდებული, ასევე ამაში აქვს სოფლის მოსახლეობას მიღებული დიდი წვილი, მათი გაკეთებულია და გამგეობის, როგორც მე აქ სოფლის მოსახლეობას გავესაუბრე და მეთქეს, ხოლო მათ ინტერვიუსგან თავი შეიკავეს სამწუხაროდ ჩვენ და ასევე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოწონთ ეს ადგილი სოფლის მოსახლეობას და ისინი მოხარულები იყვნენ ჩვენი აქ განახვით და დარწმუნებული ვარ ისინი ასევე გააგრძელებენ იმ სისუფთავეს რომელიც აქ იყო. ხოლო მანამდეც მრავალი აქცია ჩაუტარებია თვითონ ამ ესო აქაურ მოსახლეობას, რადგან ყოფილიყო სისუფთავე, მაგრამ სამწუხაროდ მოდიან ხალხი ყრიან ნაგავს, ზოგადად ხდებით ვერ ხედავენ ეს ადამიანები და რომ მოდიან უკვე დანაგვიანებული ხდება. როგორც ჩვენ ჩავატარეთ დღეს ესეთი აქცია, ეს არ პირველი აქცია თურმე თვითონ სოფლის მოსახლეობა ბევრჯერ მოდიოდა აქ ასუფთავებდა, ასევე ქვევით არის ერთი აბანო, რომელიც აუცილებლად გაჩვენებთ, რომელიც არის ძალიან ძველი, როდესაც იყო მეორე მსოფლიო ომი, ვინდოს ზუსტად
ტყვე ეგრეთ წოდებულ ტყვეებს აბანავებდნენ ხოლმე, აქ ეს ინფორმაცია სოფლის მოსახლეობა მოგიყვა. ასევე მინდა გითხრათ, რომ სწორედ თქვენით აუცილებლად გაჩვენებთ იმ კადრებს, არის არაერთი ადგილიდან ამოდის გოგირდის წყალი და რომელიც არის ასევე სასარგებლო ძალიან ჯანმრთელობისთვის. ხოლო რაც შეიძლება დალევას ამ წყლის ყოფილა ესეთი ისტორია რაოდენიმე ხნის წინ დამწყდა სოფელში წყალი აბსოლუტურად დაყინულა და ესენი დარჩენილან სოფლის მოსახლეობა დარჩენილან წყლის გარეშე. და 5 დღის განმავლობაში ზუსტად აი ამ წყალს სვავდნენ ისინი და ნუ ფაქტის სახეზეა ერთი ადამიანიც კი არ მოწამულა ამ წყლით. ასე რომ ამ წყალს ექსტრემალურ სიტუაციებში დასალევათაც კი იყენებს სოფლის მოსახლეობა. ასევე ჩვენ გვინდა გითხრათ, რომ ძალიან უნდათ რომ ეს ადგილების პოპულარიზაცია მოხდეს, ნუ ვისაც ვესაუბრე, მე ყველაზე არ მოხსაუბარი აქ და რამოდენიმე ადამიანს, უნდათ რომ კარგი რაღაცა გაკეთდეს, ისეთი რომ ბავშვები ჩამოვლენ, გაერთობიან, თვითონაც დასაქმდებიან, ასე და მიესალმებიან ყოველ გადადგმულ ნაბიჯს ამ მხარეში. ნუ რა თქმა უნდა, ისინი ოღონდ აქვთ ერთი პირობა, რომ ამ ყველაფერს სათავეში უნდა იდგას ქართველები ადამიანები და ქართველებმა უნდა გააკეთონ. ნუ ეს მათი აზრია, მათი შეხედულებაა და მათი გადაწყვეტილება, რომ ისინი ყველაფერს მიესალმებიან, რასაც გააკეთებს საქართველოს მოქალაქე, როდესაც დასაქმდებიან ქართველები და რაც იქნება ჩვენი მოსახლეობის გაკეთებული. ასე რომ საინტერესო დიალოგი გამოგვივიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი სამწუხაროდ ინტერვიუზე არ დავხდი. ხოლო რაც შეეხება ჩვენ დასუფთავებას, უკვე ბოლოსში გავდივართ ამ დასუფთავების აქციის. მეთაურობის ძირითადი დამანაგვიანებელი ფაქტორები. ესენი იყო ხილის ბოთლები, პლასტიკატის ბოთლები, პარკები, ასევე ადამიანის საცვლები, რამდენადაც ცუდად არ უნდა მოგეჩვენოთ და მაიკები. მოკლედ, აი ეს არის მთელი ის ნაგავი, რაც აქ ავკრიფეთ ჩვენ. ასე რომ ეს ყველაფერი არის ათმოსული ადამიანების, რომელმაც უბრალოდ წვენი დალიეს, რომელსაც უბრალოდ რაღაც ხილი მოიტანეს პარკი. ან უბრალოდ იბანავეს და თავიანთი მაიკები და ტრუსიკები გადაყარეს აქ. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ძალიან გთხოვთ მოუწყვეთ ამ ტერიტორიას, იმიტომ რომ ხვალზე ისევ თქვენ მოხვალთ, ისევ ჩვენ მოვალთ და ერთად უბრალოდ კარგ დროს გავატარებთ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბუნება გვაქვს. ძალიან მაგარი მდინარე ჩამოდის. აქვე გვაქვს გოგირდის წყლები, ანუ ყველაფერია იმის რომ ერთი დღე სასიამოვნოდ გაატაროთ, ხო? ხო და ამისთვის რა გვიშლის, ხო ხოლმე, ამაში გვიშლის ჩვენ შეგვიძლია ხელი შეგვიშალოს სიბინძური. ეს სიბინძურაც აღარ გვაქვს. ანუ შეგვიძლიათ ამოხვიდეთ და უბრალოდ კარგად დაისვენოთ, მიიღოთ გოგირდიანი წყლის აბაზანა უში და კარგად დაისვენოთ. ასე რომ გელით დვირის აბანოებში. ეხლა კი ხედავთ შეგლების დაგვარა ჩვენ როგორ მოვასუფთავეთ. არა მარტო ეს ტერიტორია, არამედ მთელი მიმდებარე ტერიტორია, რომელსაც ჩვენ აქ ხედავთ და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ხალხი შეინარჩუნებს და მეც სისუფთავეს შეძენს. თავისი პატარა წყვილს ყველა შეიტანს ამ ადგილის სისუფთავეში. ხოლო მინდა გაჩვენოთ სწორედ აი ეს წყარო და რომელიც არის ძალიან გემრიელი წყალი. ასე რომ აქ მოსვლის შემთხვევაში დასალევი წყლის პრობლემა არ გაქვთ. აბანოებიდან დაახლოებით 30 მეტრის მანძილზე გვხვდება სწორედ ეს კამედამაგიდა, რომელიც ალბათ ამ სოფლის მოსახლეობის გაკეთებულია და თუ დაუხოთ მოგშვიდებათ საჭმელი, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აი ამ პატარა მაგიდაზე მოიწყოთ თქვენთვის სასურველი პიკნიკი. ასე რომ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და მივესალმები ამ ფაქტს. დღევანდელი დღით ამაყი ვარ და სიამოვნებს ეხლა აქ რო გიორგი მედაშენ და ჩვენი მეგობრები, იმიტომ რომ ჩვენ შევძელით ის, რაც ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ამ სოფლისთვის და ზოგადად მთელი საქართველოსთვის. და მით უმეტეს აი ამ აბანოსთვის, რომელიც არის გოგირდის წყლები. შენს გიორგი რა შეგრძნებები გაქვს, ეხლა რო თქვა, აი რას გძნობ აი ამ წელს. მე მაგალითად ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გავაკეთეთ ის, რაც აუცილებელი იყო და რომლის გარეშეც ახალობა წარმოუდგენელი იყო რა. ამ შეგრძნებამ რაც ჩვენ გავაკეთეთ ეხლა აი ამ პატარა ჩვენმა წვრილმა რაც შევიტანეთ ამ საქმეში სრულიად გადაფარა ჩვენ დაღლილობა დღევანდელ დღეს. ვფიქრობ რომ დღევანდელმა დღემ იმ საქმე რაც ჩვენ გავაკეთეთ სრულიად გადაფარა ჩვენი დაღლილობა დღეს, პირიქით ძალიან პოზიტივით და ახალი ენერგიებით ავივსეთ. მინდა ბევრი კარგი საქმის გაკეთება, ხოლო წინსვლა რა თქმა უნდა გიორგი და აი აქ რო დგევარ სიამოვნებს, რაც ყველაზე მთავარია, არ მაქვს ის განცდა რომ აი აქ რაღაცა შეიძლება ფეხში შემერჭოს ან რაღაცა ელემენტარულად გავლა არ მომინდეს, შემიძლია ნებისმიერ ადგილას პიკნიკიც კი მოვიწყო, იქიდან გამომდინარე რომ არის
შეძლების დაგვარად რაც შეგვეძლო დავასუფთავეთ, ჩამოვყიდეთ ასევე აბრა, რომელიცაც არის ჩვენი ინიციალები MM და არა ნაგავს. ეს არის ის მცირე ელემენტარული ისი გაკეთება ჩვენ შეგვეძლო ამ ეტაპზე, მაგრამ ვპირდებით რომ შემდეგი აქციები უფრო მეტი მასშტაბურობით იქნება გამორჩეული, უფრო მეტი ხალხის აქტივობით, რა თქმა უნდა, ეს სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს აქტივობაზე, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთობა სწორედ ამ აქციებში, მით უფრო მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ. ხვიდეთ და მიიღოთ გოგირდის წყლის აბაზანა, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი არის. კი, ახლა კარგი იქნება თუ ახლა ხედიდან ვიხილავთ, როგორია ეს ჩვენი აბანო შიგნიდანაც. ნახავთ და მცირე ისტორიას მოგიყვებით ამ წყლის შესაძლებლობებზე თუ როგორი კარგია ჯანმრთელობისთვის. აქვე არის მეორე აბანო, რომლის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და ამ სოფლის მოსახლეობამ გითხრა, ნუ არ ვიცით შიგნით რა სიტუაციაა, შეგვიძლია შევიდეთ და ვნახოთ და დავათვალიეროთ. შედარებით ბევრად სისუფთავეა, ხო გიორგი? არის კარგია. იდეალურია. სისუფთავე არის, როგორც ხედავთ, მე არ ვიცოდი, ეხლა უნდა მოვედი პირველად და მე მეგონა რომ მარტო ის აბანოები იყო. ასე რომ შეგიძლიათ ასევე ამ აბანოში მოხვიდეთ და მიიღოთ გოგირდის წყლისგან ის დადებითი თვისებები, რომელიც ამ წყალს გააჩნია. არის კამი აგერ, ასევე არის ფარკე და ასევე არის ტანსაცმლის ჩამოსაკიდები. ასე რომ აქაც შეგიძლიათ მოხვიდეთ და მიიღოთ გოგირდის აბანოები. მოსახლეობის გაკეთებულია ეს კიდეებიც და ეს ბილიკის, რომელიც აბანოებამდე მიდის და ხო სწორედ იმ აბანოდან ამ აბანამდე არის დაახლოებით 50 მეტრი. ასე რომ აქ მოსვლის შემთხვევაში თუ დაგჭდებათ რიგი იმ აბანოში, შეგიძლიათ ამ აბანოში მოხვიდეთ. კარი დაკეტილი არის, ღია არის, შედარებით სისუფთავეა შიგნით და პირობებიც უკეთესია. ნუ ჩვენი წასვლის დროა, გიორგი, მე მგონი როა რომ დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კარგი დღე გამოვიდა, მადლობა ყველა ბიჭებო თქვენგანს, მადლობა ჩვენ ტელემაყურებლებს, რადგან გვიყურებთ, გვაფასებთ და მეტი კონტაქტი ჩვენს Instagram-ზე, ჩვენს Facebook-ზე და გამოიწერეთ ჩვენი YouTube გვერდი.